ისპანახის ფხალით და ამისთვის დაგჭირდებათ. 1 კილო ისპანახი, დაახლოებით 100 გრამი იმიგოზი, დაახლოებით 20 გრამი ძმარი თეთრი, 1 კბილი ნიორი, 2 მწიკვი წითელი წიწაკა, 2 მწიკვი ქინძი და 2 მწიკვი ყვითელი ყვავილი. და რა თქმა უნდა, მარილი გემოვნებით. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ 1 მწიკვი მარილი, ჩაუშვით შიგნით ისპანახი და მოწალეთ დაახლოებით 3-4 წუთი. მოწალული ისპანახი გადაიტანეთ ცივ წყალში, რომ შეჩერდეს მოწალვის პროცესი. ისპანახი რომ გაცივდება, ეხლა კარგად უნდა გავწუროთ, რომ მთელი დღე გამოვიდეს. შემდეგ დავჭრით და გადავულებთ ნიგოზის მასას, რომელსაც შემდეგ განახებთ როგორ უნდა გავაკეთოთ. შემდეგ მოწალული ისპანახი კარგად უნდა გავწუროთ, არ დაიზაროთ, ძალა დაგჭირდებათ, კარგად გაწურეთ და შემდეგ გაწურული ისპანახი კარგად უნდა დავჭრათ. შეიძლება გადაკებაც მოგიწიოთ. ისპანახი უკვე მზად არის და ამიტომ ახლა გავაკეთოთ ნიგზის მასა, რომელიც ჯერ უნდა გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში. ხორცის საკეპ მანქანაში კარგად გაატარეთ ნიგოზი, ასევე გაატარეთ 1 კბილი ნიორიც და ეხლა შეგვიძლია რომ შევაძავოთ. დავუმატეთ ყველა სუნელი, მარილი, ძმარი და კარგად ამოურიეთ. შემდეგ ამ ნიგოზის მასას გადავურეთ მანამდე მოწალული დაჭრილი ისპანახი და მზად არის ჩვენი ისპანახის ფხალი. ესეც ჩვენი ისპანახის ფხალი.